ეს მხრიდან პირველ რიგში ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე და მათ შორის გალბატონი მზია ამაღლობელის მნიშვნელოვან საქმესთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ბუნებრივია საუბარი შეეღო არჩევნების საკითხს. რჩებით ბუნებრივია იმ აზრზე, რაც გაუზიარეთ მათ შორის ეუთოს გენერალურ მდივანს, რომ ნებისმიერი ამგვარი საერთაშორისო ვიზიტი აძლევს შესაძლებლობას სამთავრობო პროპაგანდას, რომ ვიზიტი გამოყენებული იქნა სამთავრობო პროპაგანდის მხრიდან მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭების მიზნით. კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ საერთო დემოკრატიული ძალების მოთხოვნა და ქართველი ხალხის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომლის ირგვლივაც კონსოლიდირებულია დღეს საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, ეს არის ახალი საპარლამენტო დემოკრატიული თავისუფალი არჩევნები. საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია არის, რა თქმა უნდა, უდიდესი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ამაზე იყო საუბარი ასევე იმაზე, რომ საქართველოში დღეს გვაქვს სრული დემოკრატიული უკუსლა, საუბარი იყო პოლიტიკურ პატიმრებზე, რომლებიც უკანონოდ არიან და უდანაშაულო ადამიანებს, რომლებიც უკანონოდ არიან დღეს საპატიმროში, საუბარი იყო იმაზე, რომ ეუთო ოდირის არც ერთი დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც იქნა ოფიციალურად გამოქვეყნებული და გაგზავნილი დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლებისადმი, არც ერთი მათგანი არ იქნა გათვალისწინებული და უფრო მეტიც მიღებული იქნა კანონი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ეუთო ოდირის დასკვნებს. არის თემა, რომელიც მათ ძალიან აინტერესებთ, იქნება დამოუკიდებელი შეფასება ამის. ხვედრები, რომლებიც არ ემსახურება დემოკრატიის გამტკიცებას ქვეყანაში, არ საუბრობს ხმამაღლად იმ მდგომარეობაზე, რაც საქართველოში არის ადამიანის უფლებების მიმართულებით, ჩვენი პოზიცია არის ცალსახაა, რომ ასეთი შეხვედრები მხოლოდ ხელს უწყობს ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ლეგიტიმაციის მოპოვებას და ამიტომ ჩვენი პროტესტი გამოხატულია სწორედ ამ მიმართულებით. ჩვენ არ ხვდებით არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას,